განვიხილავთ სტერეომეტრიის შესახებ დასაწყისში ძირითად ცნებებს და თეორემებს. როგორც აღნიშნეთ, სტერეომეტრია არის გეომეტრიის ნაწილი. ორი ნაწილისგან შედგება გეომეტრია, პლანიმეტრია და სტერეომეტრია. პლანიმეტრია სიბრტყეში მდებარე ფიგურებს შეისწავლის, სტერეომეტრია სივრცეში მდებარე ფიგურებს შეისწავლის. ორ სიბრტყეს ურთიერთგადამკვეთი ეწოდება, თუ მათ ერთი საერთო წყფი აქვთ. ერთი სიბრტყე, ძირითადად სიბრტყე შეიძლება ან ასე აღვნიშნოთ, პარალელოგრამის სახით, ან ასე ნებისმიერი. ურთიერთგადამკვეთი თუ ერთი საერთო წყფი აქვთ. აი ეს იყო საერთო წყფი და ასე ურთიერთგადამკვეთი წყფი არის ესენი. ურთიერთგადამკვეთი სიბრტყეებია. აი აგერ ორი სიბრტყეა, ერთი მეორე სიბრტყე. აი ურთიერთგადამკვეთი. აი ასე თქვათ, გადაკვეთენ ეს სიბრტყეები ერთმანეთს. ახლა აი ასე შეგვიძლია გადაკვეთონ, აი ეს გადაკვეთის სფერო და მეორე მხრივ აი ასე ვაჩვენოთ. ნახაზზე როგორ დაიხაზება? ჯერ დავუშვათ, აი აგერ ერთი სიბრტყე იყოს დაბლარვეულის ის სიბრტყე, მეორე ფურცელი სიბრტყე, მეორე ეს. და ეს გადაკვეთის სფერო. ეს სფერო გადაკვეთის სფერო. აგერ ორი ურთიერთგადამკვეთი სიბრტყე, ეს იყოს ალფა სიბრტყე, ეს ბეტა სიბრტყე. მათი გადაკვეთის სფეროა, ანუ ალფას თანაკვეთა ბეტასთან, ეს უდრის რაღაც აწრფეს. ორ ურთიერთგადამკვეთ სიბრტყეს ურთიერთმართობული ეწოდება, თუ მესამე სიბრტყე, რომელიც ამ სიბრტყეთა გადაკვეთის სფეროს მართობულია, აღნიშნულ სიბრტყეებს კვლავ ურთიერთმართობულ სფეროზე კვეთს. აი მესამე სიბრტყე ავიღოთ, აი ამ გადაკვეთის აწფის მართობული ავიღოთ. აი ამ წფის. და მესამე სიბრტყე ურთიერთმართობულ სფეროზე კვეთს. ალფა სიბრტყისა და იმ მესამე გამა სიბრტყის თანაკვეთის სფერო იყოს ეს. ბეტა სიბრტყისა და გამა სიბრტყის თანაკვეთის სფერო იყოს ეს. და თუ ეს სფეროები ურთიერთმართობულია, ეს სიბრტყეებიც არის ურთიერთმართობული. წფისა და სიბრტყის პარალელობა. ალფა სიბრტყე პარალელურია აწფის. პარალელოს პარალელური ეწოდება, როცა ერთმანეთს არ კვეთენ. გვერდ-გვერდ მიმავალს ნიშნავს პარალელოს. აი ეს წფე და სიბრტყე თუ ერთმანეთს არ კვეთენ, პარალელურია. წფისა და სიბრტყის პარალელობა. სიბრტყის გადამკვეთ სფეროს ამ მართობულობა, სიბრტყის გადამკვეთ სფეროს ამ სიბრტყის მართობული ეწოდება, თუ იგი გადაკვეთის წერილზე გამავალი და მოცემულ სიბრტყეში მდებარე ნებისმიერი სფეროს მართობულია. აი ეს სფერო პასტის ავტოკალამის სფერო, რომელიც ავტოკალამი შეიცავს სფეროს. აი ამ სიბრტყის მართობულია. გინდა აქ სიბრტყის მართობული, ანუ პერპენდიკულარული. თუ გადაკვეთის წერტილზე გამავალი ორი გადამკვეთი წფის მართობულია. აი ამ სიბრტყეში, დაფის სიბრტყეში
გვაქვს ორი გადამკვეთი წფე და აი ეს წფე ავტოკალამის თუ რაც ფლომასტერია რაც არის მართობული ეს წფე არის იმ სიბრტყეში დაფის სიბრტყეში მდებარე ორი ურთიერთგადამკვეთი წფის მაშინ ეს წფე ამ სიბრტყეს მართობულია დავხაზოთ ეს ვთქვათ აი ასეთია ეს წფე ეს არ გამოჩნდება ქვემოთ არის ამ დაფის შიგნით რომ გაიარა A წფე ეს B წფე ეს იყოს C წფე თუ A წფე არის B სიმრავლე ალფა სიბრტყის ქვესიმრავლე ალფა სიბრტყეში ძეს ასევე B წფეც არის ალფა სიბრტყეში და A მართობულია ალფა სიბრტყის B-ც მართობულია ალფა სიბრტყის. ესე ეს წფე ორი ურთიერთგადამკვეთი წფის მართობული თუ არის, აი ამ წფესთან 90 გრადუს კუთხეს ადგენს და აი ამ წფესთანაც 90 გრადუსს. მაშინ სიბრტყის მართობულია. რაც ნიშნავს, ნებისმიერი წფე რომ გავატაროთ ამ გადამკვეთის წერტილზე, ნებისმიერი წფის მართობულია. აი ეს მართობულია სიბრტყის აქ რამდენი წფეც გინდა გავატაროთ მილიონი წფე ყველა წფის მართობული იქნება თავარია გადაკვეთის წერტილზე გამავალი ორი ნებისმიერი წფის მართობული იყოს რაიმე სიბრტყე არის მოცემული და ნებისმიერი წფე ავიღოთ რომელიც ამ სიბრტყეს კვეთს აი ამ წერტილში კვეთს აქ წყვეტილია A წფე ამ სიბრტყეს დაუშვათ კვეთს A წერტილში. და გვაქვს რაიმე ფიგურა. ნუ კონკრეტულად აი ეს მონაკვეთი ავიღოთ, პატარა n ფიგურა, ნუ mn მონაკვეთი. და m წერტილზე გავატაროთ აი ამ წფის A წფის პარალელური მონაკვეთი გადაკვეთამდის, სიბრტყის გადაკვეთამდის. ასევე n ყველა წერტილზე გავატაროთ. ნუ თავბოლო დავაგეგმილოთ, ყველა წერტილზე, ამ წერტილზეც, ამ წერტილის პარალელური და გადაკვეთის წერტილები დავაგეგმილოთ. mn-ს იყოს kp. kp-ს ეწოდება mn-ის პარალელური გეგმილი სიბრტყეზე. რადგან აი ამ წფის პარალელურად გვაქვს გატარებული. და თუ ამ ფიგურის ყველა წერტილს დავაგეგმილებთ სიბრტყეზე, ეს სიბრტყეზე რასაც მივიღეთ ის მოცემული ფიგურის პარალელური გეგმილი იქნება. ნუ აქ თუ იყოს დაუშვათ ეს სამკუთხედი აი ეს სამკუთხედი იმისი პარალელური გეგმილია. რას ნიშნავს პარალელური? მოცემული წფის პარალელურად ვაგეგმილებთ. თუ ეს წფე სიბრტყის მართობულია, მაშინ მიღებულ გეგმილს მართკუთხა გეგმილი ეწოდება. მოცემული გვაქვს სიბრტყე და მოცემულია რაღაც A წერტილი, რომელიც სიბრტყის გარეთ მდებარეობს. იმ სიბრტყეს არ ეკუთვნის, იმ სიბრტყეს დაბლა. მოცემული წერტილიდან მოცემულ სიბრტყეზე დაშვებული მართობი ეწოდება იმ მონაკვეთს, რომელიც მდებარეობს სიბრტყის მართობულ წფეზე და მოცემულ წერტილს აერთებს სიბრტყის წერტილთან. აი ამ სიბრტყის მართობული წფე იყოს რაღაც და ამ წერტილიდან სიბრტყეზე დაშვებული მართობი არის აი ამ სიბრტყის მართობულ წფეზე რომ მდებარეობს და აი ამ A წერტილს სიბრტყეზე მდებარე რაღაც წერტილთან აერთებს. B წერტილი ეკუთვნის ალფა სიბრტყეს და აი ეს მონაკვეთი არის მართობი. ეს მთლიანი მართობული წფე. სიბრტყის მართობი და სიბრტყის მართობული წფე.
ამ წერტილის მართობის ფუძე ეწოდება, რომელიც აი ამ სიბრტყეზე მდებარეობს. მოცემული წერტილიდან სიბრტყისადმი გავლებული დახრილი ეწოდება ნებისმიერ მონაკვეთს, რომელიც სიბრტყის მართობს არ წარმოადგენს და ერთი ბოლო მდებარეობს სიბრტყეზე. აი ეს წერტილი ეკუთვნის სიბრტყეს და ეს მართობი არ არის მთავარია. შეიძლება ერთი მართობზე მდებარეობდეს. ეს მართობი არის. ეს მართობი, ეს დახრილი. ხოლო აი ეს გეგმილი აი ამ დახრილის. როგორც ვთქვით, ეს თუ სიბრტყის მართობია, ამ წერტილზე გამავალი და სიბრტყეში მდებარე ნებისმიერი წფის მართობია, რაც გინდა გავატაროთ აქ. რაც ყველას მართობია ეს. და მონაკვეთის გეგმილი რომ ვიპოვოთ სიბრტყეზე, ბოლოები უნდა დავაგეგმოთ. და წერტილის გეგმილი სიბრტყეზე B-ა, C წერტილის გეგმილი, ისევ C წერტილი. და დახრილის გეგმილი არის მის გეგმილებს მონაკვეთის ბოლოებს შორის აი ეს მანძილი რაც. ეს ცოტა ძნელი წარმოსადგენია, როცა ეს წერტილი თვითონ ამ სიბრტყეზე მდებარეობს. და აი აგერ, აი ახლა დავაგეგმილოთ ეს MP. M წერტილის გეგმილი არის ეს, K, P წერტილის გეგმილი რომ გავიგოთ მართკუთხა გეგმილი მართობს უშვებთ. D, MP მონაკვეთის გეგმილი არის KD. დამთავრდა. ეგ. ესე იგი, ერთი და იმავე წერტილიდან გავლებულ მართობისა და დახრილის ფუძეების შემართებელ მონაკვეთს დახრილის გეგმილი ეწოდება. მართობის და დახრილის ფუძეები, ეს სიბრტყეზე რომლებიც მდებარეობენ. შემაერთებელი ეს მონაკვეთი დახრილის გეგმილია. წრფესა და სიბრტყეს შორის კუთხე ეწოდება კუთხეს ამ წრფესა და სიბრტყეზე მის გეგმილს შორის. წრფე გადაკვეთა, აქედან უკვე წყვეტილი გავიდეს რომ აღარ ჩანს. ეს M წერტილი და აი ამ სიბრტყეს შორის გეგმილი კუთხე. ამ წრფესა და სიბრტყეს შორის კუთხე. ამ წრფესა და ამ წრფეზე მის გეგმილს შორის კუთხე. აი ამ წრფის გეგმილი რო ავიღოთ, მისი ორი წერტილის გეგმილი უნდა ავიღოთ. ერთი წერტილის გეგმილი, რომელიც გადაკვეთის წერტილია, ისევ ეს წერტილია, M წერტილის და მეორე წერტილის გეგმილი დავუშვათ მართობი და თქვათ ეს არის გადაკვეთის წერტილი. აი P წერტილი და ნებისმიერი P წერტილი შევაერთეთ და გადაკვეთის წერტილი სიბრტყესთან არის A წერტილი, აი ამ წრფესა და მის გეგმილს. აი ეს არის გეგმილი. აი ეს. ამ წრფესა და გეგმილს შორის კუთხე აი ეს არის. ეს კუთხე, ბეტა კუთხე არის აი ამ A წრფესა და ალფა სიბრტყეს შორის კუთხე.